ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის დღეს და მე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და დიდი მადლობა გადაუხადო ამ ღონისძიების ორგანიზატორებს. ვატარებთ ჩვენ აფხაზეთის თასზე საცხენოსნო სპორტში შეჯიბს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ძალიან მნიშვნელოვანი ისე ვთქვათ ფურცელი ჩვენ ისტორიაში, იმიტომ რომ ჩვენ მოვახერხეთ და ეს ტრადიცია ავადგინეთ, რომელიც ხორციელდებოდა მრავალი წლის განმავლობაში. მისასალმებელია, რომ ამ კონკრეტულ შეჯიბში ეიღებს ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობას. აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით საქართველოს საცხენოსნო თამაშების ფედერაციის მხარდაჭერით პირველად განხორციელდა ეს ღონისძიება ცხენოსნობაში. ვფიქრობ, ეს ძალზე მნიშვნელოვანი სპორტის სახეობა, რომელიც აფხაზეთში ძალიან პოპულარული სახეობა იყო. მთავარია არის ცხენოსნობის ამ ულამაზესი სპორტის სახეობის პოპულარიზაცია. სულ მონაწილეობდა 15 სპორტსმენი. ეს არის სპორტული ღონისძიება, ბარიერების გადალახვა, სადაც 3 სპორტსმენი იყო აფხაზეთიდან, ერთი გამოეთიშა, ერთმა მესამე ადგილი მოიპოვა საბერიოდან გალიდან წარმომადგენელი, ერთი კიდევ ჩემპიონი გახდა. მე დიდი მადლობა მინდა უთხრა ალბასატორის ხელმძღვანელობას, საცხენოსნო ფედერაციის, თამაშების ფედერაციის ხელმძღვანელობას ბატონ დავით სირეკიძეს. ეს გახდათ აფხაზეთის თასი მოზრდილებში და პროფესიონალებში. ეს პირველად ჩატარდა ამ სახეობაში საქართველოში. ვეცდებით, რომ მომავალში უფრო მეტი რაოდენობაც იყოს სპორტული კლუბების და მეტი დევნილობაში ყოფილი საქართველოს მოქალაქე იყოს. პირველი ადგილი ნებისმიერი სპორტსმენისთვის არის ის, რისთვისაც ის იბრძვის. მე ყველა შეჯიბრსა და ტურნირში მივდივარ იმ განწყობით, რომ მოვიპოვო გამარჯვება. ძალიან განვიცდი, როცა ვაგებ. ეს პერსპექტიული ცხენია და ვიცოდი, რომ ის გახდებოდა ლიდერი. ჩვენ ვემზადებოდით ამ მარშრუტზე, აქცენტს ვაკეთებდით პირველობაზე. გამარჯვება ეს არის საუკეთესო ჯილდო ჩვენი ხანგრძლივი მუშაობისთვის. მოგესალმებით, მე ვარ ნინო ჯახაია აფხაზეთიდან. დღეს დავიკავე მესამე ადგილი და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ცხენით. შედეგითაც 3 წელია ვარ დაკავებული ცხენებით. სოფლიო ჩემპიონი მინდა გავხდე. აფხაზეთშიც რომ დავბრუნდე.